ალბათ არავის ბავშვობას არ ჩაუვლია ისეთი ლეგენდარული ანიმაციური ფილმის გარეშე, როგორიცაა დიდი გამყინვარება. მახსოვს, როგორ უყვებოდით მეგობრები ერთმანეთს საყვარელი პერსონაჟების შესახებ. Როგორ უნდა ზოგს მთელი დღე არაფერი ეკეთებინა, როგორც არმაცა სიც. ან ოპოსუმებთან ერთად მე მეგობრა და ყოველი დღე ახალი თავგადასავალი მოეძებნათ. ვიღაცას კეთილი და უზარმაზარი მამონტის, მენის ნახოს სურდა. ზოგს კი დიეგოსი, ბასრკბილებიანი ვეფხვის. თუმცა ყველას ერთი სურვილი გვაერთიანებდა. იმ ციყვისთვის ის თხილი მოგვეპარა. პატარა ასაკში ვერავინ უფიქრდებოდით, რომ ეს ცხოველები, რომლებიც ასე გვიყვარდა, არ იყვნენ უბრალოდ გამოგონილი პერსონაჟები. ისინი მართლა არსებობდნენ. ათასობით წლის წინ ცხოვრობდნენ დედამიწაზე. კონკრეტულად, მენი და დიეგო არა, მაგრამ არსებობდნენ როგორც მამონტები, ისე დიეგოს და ზარმაცას მაგვარი ჯიშები, რომლებსაც ჩვენ საწყოში ვერ მოაღწიეს და ჩვენ მათ გადაშენებულ ცხოველებს უწოდებდით, რომლის არათუ ცოცხლად, სურათზე ნახვაც კი არარეალურად გვეჩვენა. არარეალურად გვეჩვენა მანამ, სანამ ერთმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ, Colossal Bioscience-მა, ჩვენი რეალობა არ შეცვალა. მეცნიერებმა შეძლეს და როხი მგლის წინაპარი, რომელმაც თათები ბოლოს დაახლოებით 12500 წლის წინ დაადგა დედამიწაზე, გენური ინჟინერიის მეშვეობით გააცოცხლეს და საზარელი მგელი უწოდეს. სამყაროს გადაშენებული მგლის გენომის აღდგენის შემდეგ, რომელიც მეცნიერების გუნდმა 13000 წლის წინანდელი მგლის კბილიდან და 72000 წლის წინანდელი თავის ქალიდან აიღო, 3 ლეკვი მოევლინა: რემუსი, რომულუსი და ქალისი. რუხი მგლებისგან განსხვავებით, ამ ლეკვებს აქვს უფრო ძლიერი ყბები და დიდი ზომის კბილები, რომლებიც პრეისტორიულ ნადირზე სანადიროს ჭირდებოდათ. ასევე თეთრი ბალანი, რომელიც თეთრი დათვის ბეწვს გავს, განსხვავებული ყმუილი და სხეულის. ამ მომენტისთვის მგლები ცხოვრობენ საიდუმლო ადგილას, შეერთებულ შტატებში. ალფა ზონაში დაახლოებით 2000 ჰექტარზე, სადაც მოწყობილია ეკოლოგიური ნაკრძალი. ისინი არიან 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ სპეციალური ჯგუფის წევრების მხრიდან. Colossal Bioscience პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი კომპანია, რომელსაც პრიორიტეტად გადაშენებული ჯიშების აღდგენა აქვს დასახული. თუმცა, უბრალოდ ორგანიზმის ახლიდან შექმნა არ არის მათი ინტერესების მთავარი მიზანი. მეცნიერებს სურთ წარსულის ბიომრავალფეროვნების შერწყმა, აწყოს ინოვაციებთან უფრო მდგრადი მომავლის შესაქმნელად. მეცნიერების თქმით, ეს ყველაფერი ჯერ დასაწყისია და მომავალში ბევრი ისეთ ცხოველს ვნახავთ დედამიწაზე, რომლებიც 10000 წლის წინ დააბიჯებდნენ ჩვენს პლანეტაზე. ერთ დღესაც შეიძლება მენი, ჩვენი ყველასთვის საყვარელი მამონტი, ჩვენმა შვილებმა თავისი თვალი დაინახა და ჩვენი ბავშვობის ოცნება ჩვენ თუ არა მათ აუხდათ.